ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისთვის გაგზავნილ წერილს შენათქვამი, რომელიც მედია საშუალებებით ვრცელდება. აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი ზურა გირჩი-ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი ვაშაძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა და გივი თარგამაძემ 2025 წლის 22 სექტემბერს საპატიმროდან გაუგზავნეს. ევროკომისიის პრეზიდენტი წერს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში შემდგომი ზომების საკითხს განიხილავენ. ოპოზიციონერების წერილზე ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი 25 თებერვლით თარიღდება. პირადად ჩემი მყარი პოზიცია არის ის, რომ უვიზო რეჟიმი არ უნდა შეეზღუდოს ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას. პირიქით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, დავიბრუნოთ ევროპული მომავალი, რომელიც წაგვართვა, რომელიც გაგვიუქმა ქართულმა ოცნებამ. გავხდეთ ჩვენ ევროკავშირის წევრი, იმიტომ რომ ჩვენმა ხალხმა მიიღოს ერთი კეთილდღეობა და მეორე გრძელვადიანი მშვიდობა. საქართველოს და ჩვენი ხალხის წარმატების გზა გადის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გავწევრიანებაზე. ყოველთვის ჩვენს ევროპულ პარტნიორებს მოუწოდებდით, მიუხედავად ოცნების ამ მავნებლური პოლიტიკისა, ეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ შეეხოს ჩვენს მოქალაქეებს, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური და ჯანდაცვის მიმართულებით ამ უვიზო მიმოსვლას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოუწოდებთ და ვიმედოვნებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რომ ეს კონკრეტული უვიზო მიმოსვლების შეჩერება არ შეეხება ჩვენს მოქალაქეებს და ის მიზანმიმართულად შეეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელი არიან ოცნების ამ მავნებელ პოლიტიკაზე. ეს იყო ფარისეულობა, რა თქმა უნდა, ოპოზიცია როდესაც ამტკიცებდა, რომ ის მხოლოდ ხელისუფლებას ერჩოდა და ქართველი ხალხის ზიანზე არც კი გაუფიქრია, იყო დიდი ტყუილი. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობდით. რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც ქართველი ხალხის ინტერესი, არც თავისი სამშობლოს ინტერესი, რაზედაც ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ უპასუხა, რომ ამისთვისაც მზად არიან, რომ ზიანი მიაყენონ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ზოგადად საქართველოსა და ქართველ ხალხს. ოპოზიციონერების მოტივი არის მხოლოდ ერთი. ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნებისმიერ დესტრუქციაზე წამსვლელები არიან, ქვაქვაზე ნებდარჩენილი საქართველოში, ოღონდ როგორმე მოახერხონ ხელისუფლებაში დაბრუნება. ასეთი განცხადებებიც კარგი არის იმ მხრივ, რომ დავინახოთ, რომ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. რომ სინამდვილეში ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩვეულებრივი შანტაჟიორები არიან, რომელიც აშანტაჟებენ მთელ ერს. და აშანტაჟებენ რისთვის? ჩვენ თავარი საბაბებმა არ დაგვაბნიოს ჩვენ თავარი მიზეზი რა არის? ის არის რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არ არიან ის ხალხი, რომელიც მათ უნდათ რომ ყოფილიყო. ამ შანტაჟის თავარი სათქმელი არის ის, რომ ქართველო ხალხო, ან დაემორჩილებით ჩვენ ნებას და იქნებით გააკეთებთ იმას, რაც ჩვენ გეტყვით, რასაც ჩვენ გეტყვით. თქვენს მოსამართლეებს ჩვენ დავნიშნავთ, თქვენს პროკურორებს ჩვენ დავნიშნავთ. დაგაკანონებინეთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, როგორც ამას თხოვენ ახლა ყველას. მიგაღებინებთ ამ კანონს, გაგაუქმებინეთ ამ კანონს, რასაც ჩვენ გეტყვით, იმას გააკეთებთ. ან ამას გააკეთებთ, ან არა და მაშინ მოგიწევთ მოხვიდეთ ჩვენთან საელჩოში ვიზის ასაღებად. აი ამ დონეზე ფიქრობენ ქართველ ხალხზე, რომ ქართველ ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის არიჩევს ვიზას.